ლამშვიდობის თქვენ როგორ ბრძანდებით, როგორ ახართ? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ დასრულდება ამ სიმღერით. პრემიერა როგორც ვიცი, დღეს დიახ, არაჩოხლებს პრემიერაც აქვს დღეს, რა თქმა უნდა, ჩვენ მაყურებელს. გელოდებათ. მე მინდა როლიკო კიდევ ერთხელ მიულოცო ჩვენ ვეტერანებს. აი ესეთი ვინც არიან ისევ ჩვენთან და ამ სამყაროში და არა იმიერში ჯერჯერობით მინდა მიულოცომა და მადლობა გადაუხადოთ და რაღაცა მე მახსოვს ბაბუა ჩემი მეც კარგად მახსოვს. იყო ამ ომის მონაწილე და ქერჩის სრუტეც კი აქ გადმოცურული და მე მინდა გაუმართლა ნამდვილად და ამისთვის მედალიც ჰქონდა მიღებული და ამ დღეს ისე იმზადებოდა მთელი ამ თავისი ჩინმედლებით რომ გასულიყო ვაკის პარკში მიდგადიოდნენ მაშინ და მინდა ყველას პატივი მივაგო აი ამ ომში დაღუპულებს და ძალიან ბევრი ახალგაზრდებით ძალიან ბევრი ძველგაზრდებით და დიდი მადლობა უთხრათ მათ. დიდი მადლობა ნამდვილად. ნამდვილად. მადლობა მათ. აბა რაც გეტყვით ახლა თქვენ ახალ simღერასთან დაკავშირებით. პრემიერა რა უნდა გქონდეს? პირველ რიგში სალამი მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, ჩვენს მსმენელს, თქვენს მსმენელს. ეს არის ქალაქური პოპური კრებულია ქალაქური სიმღერების, რომელიც გამოვიდა ძალიან შესანიშნავი. ბატონი ნუკრის ჯავახიშვილის იდეა იყო ჩვენი ანსამბლის წევრის და გადავწყვიტეთ ის და ძალიან გამოვიდა შესანიშნავი და სხვათა შორის პირველია და თქვენთან უნდა დაპრემიერდეს ეს. რა მაგარი? წარმატებებს გიჩვენებთ თავს. რა თქმა უნდა თუ არა პოსტალიონის ეთერში. კი ბატონო. გადავწყვიტეთ ეს. ალბათ ორი თვეა რაც ორთვენახევარი რაც ბიჭებთან მოვედი მე. ანსამბლში, მოადრეც ერთად ვიყავით, მაგრამ მე დავბრუნდი და რაღაც სიახლოვე მადლობა, დიდი მადლობა. ანუ რაღაც გვინდოდა ახალი გაგვეკეთებინა რა და ამოვაგდეთ ეს ძველი სიმღერები ისევ და ახლა ყველას ძველი რა. კი, ძველი. ადრეულად საქმეში გვაქვს დაწყებული, ნუ ეს მუსიკა და მოგვიწია თავიდანვე ცოტა ისეთ ასაკიან ხალხთან მუშაობა და ანუ გავიხსენეთ ის ძველები და ახალი ინტერპრეტაციით გავაკეთეთ. საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი ვიშრობთ ამ ყველაფრისთვის, მაგრამ რომ დავასრულეთ ეს ყველაფერი ისეთი გამოვიდა, რომ ჩვენ თვითონაც გავგვიკვირდა, რომ წინათ ყოფილიყო ესეთი. ძალიან მაგარი იქნება. და მინდა რომ აქვე დავამატო, რომ ბიჭები არიან პროფესიონალისები, მოკლედ, აი სტუდიაში რო ვიყავით, ესე იგი, შევიდნენ თუ არა, ხო არის რომ ზოგი საათობით რო შევიდნენ თუ არა პირველსავე შესვლაზე პაკეტთან. ანუ აი ხა ეს ზუსტად 15 წუთი არც კი 3 4 წუთი 5 წუთი ვირეპეტიციეთ და მაშინე გამოვიდა კარგი. და ნიგერი ბიჭები არიან და რა ვიცი, მე მადლობელი ვარ რომ დღეს ამათთან ერთად ვარ ანსამბლში. ნამდვილად მართლა ძალიან ყოჩაღად და კარგად გამოვიდა ეს ყველაფერი. მიცოცხლე. და მართლა ძიგზნობა და ძალიან დიდი პროფესიონალიზმი. ეგრე ეს ვისი სიმღერაა, ეს ტექსტი ვისია რა? როლიკო რა ხდება იცი, ეს არის სადღაც 4-5 სიმღერა გაერთიანებული, ანუ კრებული, პოპური, ქალაქური სიმღერა. კი და ნუ რამოდენიმე სიმღერა, ანუ ინკოგნიტოდ დავტო ჯობია და სენელი პრემიერამდე უცებ აღმოჩენებში ვიყოთ, ჰა? კი ბატონო. და მინდა ახლა დავამატო კიდე რომ ეს მაჩიკო დაუკრა აკომპანიმენტიც მე ჩაწერა იქ თავის აკორდიონით, თუ რამოდენიმე ინსტრუმენტი შეასრულა. აჰა, ეს დასარტყამი ინსტრუმენტი, მომღერალი, სოლისტი, პირველი ხმა შესანიშნავი და ჩვენი ვაცოც უნივერსალი პიროვნება, რა ვიცი, თანმღერი, ესტრადაზეც ვღერით, ხოლო ეს ამიტომ შემოვიფარგლებით, გვაქვს მიწვევები. ვასიკო. ესტრადაზეც. კი ბატონო, ძალიან ისე რომ მოსწავლეები თუ ყავთ, ანუ ამ ყველაფერს კიდე თუ ასწავლით, მე თუ არის ეგეთი ამბავი თქვენთან. ანუ ისე აი დაგეგმილათ რომ ახლა ყავდეს ესე არა, მაგრამ არის სიტუაციები რომ როგორ არის. მოსწავლე როგორ არა ყავს, კაცო, ესე უცებ რომ მოხდება ხოლმე, რაღაცა მინდა ვიმღერო და მასწავლებლო, ისე იმდენი დრო არა გვაქვს, რომ აი რაღაცა ფაქტორია რა. დროში ვარ შეზღუდულები მაგ ყველაფერში. მიწვევები გვაქვს საზღვარგარეთ რაღაც. ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ აი რაღაცა ესეთი ცნობილი ადამიანები ან მომღერლები თქვენ როცა გამობრძანდებით ხოლმე, რომ მათაც ქონიათ სურვილი თქვენთან ერთად და ჩაგიტარებინათ. ძალიან ბევრი. ერთად მომხდარა თქვენ ეს კარგი რაღაც ეს გაერთიანება. ეხლა ჩვენ მე ზოგადად წლებია ბევრ მომღერლებთან მიწერს ჩაწერა. უწერ ბევრს უწერ სიმღერებს. ეხლა მაგალითად ცხონებული მამუკა ონაშვილი მინდა მოიხსენიო აცხონოს ღმერთმა რომელიც იყო ბევრი ჟანრის უბადლო შემსრულებელი იყო, მაგრამ ჩვენ ჟანრში ძალიან
ნამდვილად ერგებოდა და ირგებდა ამ ყველაფერს და ცხონებულთან ძალიან ხშირად გვიწევდა ხოლმე სიმღერა თუ რაღაცა ისეთ გემრიელებს კი, გამოსცემდა. კორპორატიულებზე რომ წავიდოდით ხოლმე და რაღაცა და იქ დაგვირეკავდა რომ აი ბიჭებო არჩილ ავთო ვასიკო ბიჭებო აი გეხვეწებით თქვენც მინდა იყო და ისე შესანიშნავად ჩაატარებდა ხოლმე რომ ჩვენ უკრავდით იზღოროდა და ჩვენ სულ არ გვინდოდა ხოლმე სიმღერა ისე იმღერებდა ის ცხონებული და კი კაც ბევრი გქონდა და ბევრი მუსიკოსებისგან ბევრჯერ არის თხოვნა ხოლმე და სამსახურის მერე მიდიან ბიჭები უანგაროდ უწერენ აკეთებენ კი, სიკეთეს. ბევრ ჩაუწერე ხა სხვათა შორის ჩემი მეგობარიც მოდის ახლა რამოდენიმე დღეში ორშაბათს ჩემი ძმა და მეგობარი აქედან მივესალმები ჩემ გუგა კობრավას ჩემ ძმას ბატონო. ვაჟავიც და იმასაც თაზოს ფრიდონაშვილის ბევრს ახლა იმდენს უწერო ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ყველას მინდა რომ წარმატება უსურვო ამ თქვენ ყველაფერს ისურვებთ ბევრ წარმატებას და ეხლა ძალიან ერთი სული მაქვს როდის მოვისმენთ უსმინოთ სიმღერის პრემიერა. პრემიერა. კი ბატონო. ჩვენთან თქო, თუ შეიძლება მეტაბრა სიმღერები. ამა გადასარევი. ჩვენიერი მიყვარს როცა ესე ვიწყებ ქართულად. და ხშირ შემთხვევაში ესეც ხდება ხო? ეთერში. საიათნოა სასაწყობდა სიყვარულითა ეთიმ გურჯი გულსით მობდა თკბილ დუდუკითა გვარზე ბადე იშლებოდა სისხამდილაზე და თბილისით შემდებოდა მტრების ჯინაზე გვარზე ბადე იშლებოდა სისხამდილაზე და თბილისით შემდებოდა მტრების ჯინაზე ღამით როცა ნარიყალას მთვარი შუქიანათებს სიმღერებით გზავნი შენთან ჩემი გულის ბარათებს არ იქნა და არ გაიგე გოგო ჩემი გივილი არ იქნა და არ მეგისა გოგო შენი გიმილი არ იქნა და არ მეგისა გოგო შენი გიმილი გაღმერთებ და თავს გევლებით შენ ახლოს არ მიგარე მითხარ მაინც ზეო ჩემთვის როდის გამოიდარე მითხარ მაინც ზეო ჩემთვის როდის გამოიდარე როდის გამოიდარე გორას მოსჩას შენი ეზოველი გამოღმით კი ჩემი ძევს გოგო თუ ხარ ჩემი მეზობელი შეიბნი ეს აკინძე შენი გული რას მიქვია განარამე მწურია მეზობლის ქალს ხელს ნუახლებ გამიგია ისიც შინაურია შენი გული რას მიქვია განარამე მწურია მეზობლის ქალს ხელს ნუახლებ გამიგია ისიც შინაურია სიძიაურის დოდებს მოგიდა ეს სიყვარულის აღნიშნელია შენეკლიანი ვარდი ხარ ჩემთვის და გაზაფხულის ლურჯთვალია შენეკლიანი ვარდი ხარ ჩემთვის და გაზაფხულის ლურჯთვალია დარარირამ დარარირო დარარირამ რარო დარარირამ რარო დარარირამ რარო დარარირამ რარო დარარირამ რარო რირარო დარარირამ რარო ჩემო თბილის ქალაქო ბრავო ბრავო ძალიან
მადლობა, ძალიან დიდი კარგი მადლობა. განწყობა.